პირველი საქართველოში თავისთავად მოგონითა საფაროში, ვინც დისერტაცია დაიცვა ვიქტორ მუსაძეზე, გახლავთ ჩვენი საზოგადოების წევრი პროფესორი ლალი გუდუნაშვილი და ხომ ხალბატონო ლალი. მეუჩე საუბარიაში და ამერიკის კონფლიქტებზე ემიგრაციის შექმნა გამოყენება რეალური ფაქტია, რომელსაც ჩვენ დიდხნის მანძილზე გვაქვს ვერ ვუსწორებთ. Angažstāvīties, Olomaiak cilvēki გვარიგვეთ გასამშობლოს მკერდიდან მოხდეს შიში. ბევრმა მასკერმა თავისი ნიჭი, უნარით, ღრმა ინტელექტით, მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროში გამოავლინა ქართველი კაცის ნიჭის ბრწყინვალება, მისი ინტელექტუალური დახვეწილობა, ძლიძველი ჯიშის ეთნოსშობილება და რაინდობა. და მიუხედავად ამისა, მაინც საქართველო მოწყვეტილი იყო თავის საუკეთესო შვილებს, მათ სულიერ მემკვიდრეობას, რომელთა ძველი ცხვი ფიქრობს საქართველოზე. ეს სიტყვები გახლავთ ამონარიდი პროფესორ ზურამ შარაძის წიგნიდან უცხოეთის ცისქვეში. ერთი მათგანი ვინც სამშობლოს ფესვებს მოწყვეტილმა რუდუნებით იღვაწა და საკუთარი უდიდესი მნიშვნელობის წვლილი შეიტანა ვერცხლისწყალსის მეცნიერულად კვლევის საქმეში არის დიდი ემიგრანტული ხელოვნების პროგნოზაზე. პიროვნება, რომელმაც მსოფლიოს უდიდეს ბიბლიოთეკებში დაგროვებული სოდნა, ბუნებრივი ტალანტი, მეცნიერული ალღო და ვერცხლისწყალსის ყოვლის მომცველი სიყვარული ჩააქცოვა რუსეთის პოემის პრობლემატიკის გამოცდილების შესწავლას. მოგვცა ყველაზე რთულად გასაგები ადგილების განმარტება, ამათი პასაჟის სრულიად ახლებური და ორიგინალური ინტერპრეტაცია. ვერცხლისწყალსის ჩხრეკანი, როგორც თავად უწოდებდა, იყო ვიქტორ ნოსაძის პიროვნების თვითგამოხატულება, მისი სულის უზენაესი გამოვლინება, ღვთაებრივი სიბრძნე და ნათელი. ვიქტორ ნოზაძის მრავალწლიანი შრომის შედეგად შექმნილი მეტყველებანი შემდეგი თანმიმდევრობის გამომცა უცხოეთში. ვერცხლისწყალსანის მკერდმეტყველება, ვარსკვლავ მეტყველება, მზის მეტყველება, საზოგადოებრივ მეტყველება, მის მეტყველება და მიჯნოთ მეტყველება დავსრულებელი. ბატონი ვიქტორის ძმა გიორგი ნოზაძე აღნიშნავს, რომ მეცნიერის განსაკუთრებით ჰქონდა დაემუშავებინა შემდეგი საკითხებიც: ვერცხლისწყალსის სიბრძნის მეტყველება, გონებად მეტყველება, სულთა მეტყველება, მჭებრ მეტყველება, ფსიქოლოგიის მეტყველება, ტანს მეტყველება, ნებად მეტყველება. როგორც უახლოესი მეგობარი მიხეილ ქავთარაძე გადმოგვწევს, ვიქტორმა მარჯვენა მოძრაობისეული ინგლისური თარგმანის შედარებით და ორიგინალთან შედარებით დაიწყო თავისი ვერცხლისწყალსანის ჩხრეკანი. ეს მუშაობა თავდაპირველად იყო თითქოს სახალხო გართობა, მაგრამ მალე ეს გადაიზარდა ძალიან ღრმა მეცნიერულ ინტერესში. ხოლო სიტყვა მეტყველების ქართულ ენაში არსებულმა სემანტიკურმა დატვირთვამ მას საშუალება მისცა ეს სიტყვა მეტყველება გამოეყენებინა სხვა ტომების სათავეში. ემიგრანტი უსწრებლობის შრომებით საქართველოში მოღვაწე მეცნიერები დიდით ადრე დაინტერესდნენ, თუმცა პოლიტიკური კონjunktურის გამო მისი შრომები სამშობლომდე ციხვის ვერ აღწერდა. ინტერესი განსაკუთრებით გადიოდა მას შემდეგ, რაც პროფესორმა ზურამ შარაძემ მეცნიერის არქივის საფრანგეთში და საქართველოში ჩამოიტანა. ამან საშუალება მოუწია გაცნობებით ვიქტორ ნოზაძის ენციკლოპედიური მნიშვნელობის ნაშრომებს. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ 2004 წელს საქართველოში შეიქმნა ვიქტორ ნოზაძის საზოგადოება და იმავე საზოგადოების ინიციატივით 2002 წელს განხორციელდა ვიქტორ ნოზაძის შრომათა გამოცემა ზურამ შარაძის საერთო რედაქცია. საკითხა უაღრესად ფაქტო სპექტრში, რომელსაც შეეძლო ვიქტორ ნოზაძე თავის უსწრებლობრივ განკითხვაში
არის მზის მეტყველების პრობლემა, რამაც ჩვენი საგანგებო ყურადღება მიიწია. ასე დაიწერა პირველი საკანდიდატო დისერტაცია ვიქტორ ნოზაძის შრომებზე დაყრდნობით სათაურით ვერფის ტაოსნის მზე ვიქტორ ნოზაძის უსწავლელობრივ ნააზრებში. სამეცნიერო ხელმძღვანელი აკადემიკოსი ბატონი ხერხუჭა ქუთიფიძე. უდაბისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გამოხატოთ ჩემი მადლიერება ბატონი ხერხუჭა ქუთიფიძე მის მიერ დაწერილი გარჩისათვის აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. მზის პრობლემა პოემაში რუსთველოლოგიური კვლევის არაერთ საკვანძო საფიქრს მოიცავს. მზის მეტყველებაში ავტორი ორიგინალური მიდგომი საკითხთან ღრმაცობითა და ფართო ერუდიციით განმარტავს მეცნიერებათვის არაერთ საკოლეგიო დაერს. ვიქტორ ნოზაძე თავის ნაშრომში დაწყვილებით მოიხილავს მსოფლიოს ხალხთა და ქართულ აგრეთვე წარმოდგენებს მზის შესახებ და ყოველთვის გათვალისწინებით წარმოაჩენს მზის ნაირგვარ ფუნქციას პოემაში. როგორიცაა მზის მხატვრული ფუნქცია, მზის ასტროლოგიური მნიშვნელობა, მზის ღვთაებრივი ასპექტი, მზის მასის წარმომადგენელი, მზის ბიბლიის სიტყვა და ასე შესახებ. ვიქტორ ნოზაძისეულ ვერფის ტაოსნის მეტყველებებზე მუშაობისას აშკარად ხალხისაცემია მისი როგორც მეცნიერის იმუქნელი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ამავდროულად საკითხის კვლევის ისტორიის მიმართ. ყველა საჭირო შემთხვევაში ის უთითებს წინამორბედ თუ თანამედროვე მკვლევართა სახელებს გარკვეულ პრობლემებზე მსჯელობისას. დასასრულ გვინდა გამოვხატოთ უღრმესი მადლიერება დიდი უსწავლელობის ხუთწლოვნის გამომცემელთა მიმართ. ვიქტორ ნოზაძის ეპოქალური მნიშვნელობის შრომები ახდებულ ხედვას დაუხსნის გონიერი კითხვას რუსთველის დიდამოწმობა მზიურ სამყაროში. გამოსვლაში გადავიდა საინტერესო ლექცია რუსთაველის ნოხისტალოსის ფილოსოფია. ბატონი ლევან ბეგინეშვილი წადებოდა და მათ აიღა ეს ლექცია. ბატონი პატრიციანი პროფესორ ლევან ბეგინეშვილი რუსთაველის დიდი პატივია ჩემს ახლა question-და შესასწავლია ის ფოტოგრაფი მიღება და ფორმას განსაკუთრებით ციფრული. ბატონო ნახო უსწავლო რამდენი კვლევა გაკეთებული ეს რამდენი სხვადასხვა აზრია გამოთქმული ამერიკელი კვლევარი ანალიზები მოსულს ნებიო აი უსწავლო რაცა მიაჩი კარტო რა ესეთი ფრაზა ინგლისურად რა ხარო აი ეს არის ნეოპლატონისტია სუფია ეს არის უდენი რაღაცა უხლა ბიბლიოთეკა შოქარუსთავის თავის ოთახში არის სადაც იყავით ძალიან ბევრი რამეა გამოყენებული და ისე წყაროები არ არის უბრალოდ დეკორატიული აი ფოტომონტაჟი და უბრალოდ სამკაულებით ვიხენებ რაღაცა თითოეული ეს წყარო მისთვის არის რაღაც ღრმად გააზრებული ნეოპლატონიზმი იქნება ეს ირანული პოეზია იქნება ქრისტიანული ატეისტიკური ტრადიცია არის თუ ბიბლია არის ძალიან ღრმადაა გააზრებული და გადამუშავებულია ეს ქმნის რაღაც უნიკალურ საფრთხეს ანუ ძალიან ძნელია მართლა რაც ერთი სიტყვით გასაუბრა შოთარუსთაველი აი დიმიტრიუს საფრთხეში არის ძალიან კარგად ხოდა ენციკლოპედიური ანალიზი არის აი სხვადასხვა გასტიკოს და რუსთავზე კრიტიკული ანალიზი ამ ყველაფრის თანაც ძალიან საფრთხე კრიტიკული მაგალითად ზოგიერთი მალიქეველი იყო და უშუალოდ იყო და გაბატონებული აქვს ეს აზრები. რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ის ჰაიგარაზე კარგავს რაღაცა საერთოდ. სინისო სწავლებას განაგებს. აი მოდი ნახო. უსწავლი ნეოპლატონისტია. ნახო ნეოპლატონიზმში როგორ არის ნახული ესეთის საკითხი. და უბრალოდ მერტი და განგება ან ერთი ნეოპლატონიზმის შეიძლება აი მოყვა ნეოპლატონის აქ არის ნუმენიოსი, პლოტინოსი, იამბლიკეს ორფირიოსი პროგრესი სხვადასხვა ნეოპლატონის ისტორიას განაგებდა. აი ამ ციკლში რუსთაველი ჩდება ნეოპლატონის კატეგორიაში, ჩდება რამდენად ჩდება. აი ესეთი სიგნისეული დასავლეთ რელიგიების მაგალითად აშენებს ისლამში შეიძლება სადაც მუსლიმმა იხმაროს სიტყვა ერთ არსი. და ამას შეუძლებელია ერთ არსი იყოს ისლამური კატეგორია.
ასეთი ანალიზია ტექსტი და ძალიან საინტერესო ყველაფერი იცის რაც კი მეცნიერებაში თულა რუსთავზე ამასულის საკითხი და როგორი თული იქნებოდა მისთვის საბჭოთა კავშირთან როგორი ძნელი იყო კავშირები და საბჭოთა მეცნიერების აი მთელი ნაშრომი ვიცი საიდანაც შოულობდა ამ ნაშრომს და კრიტიკულად აანალიზებდა მაგრამ მიხოლოვის იდეოლოგიურად შეიძლება არ ხდებოდა ავტორი საბჭოთა ავტორი მაგრამ ძალიან აფასებს თორსა ნახავს რომ რაღაც ეთნიკიზმის და საინტერესო მიღება აქვს და ასე მეცნიერული ფილოლოგიური სინდის დავარქოვდი ამის მინუსია ეს ნაშრომი რა თქმა უნდა შეიძლება პარაგრაფში რაღაცებში არ დაეთანხმო კითხულობ აქვს ხანდახან შევეკამათოთ ასე ამბობთ ეს არის მეცნიერება რა თქმა უნდა მეცნიერება არის განუწყვეტელი და დაუსრულებელი კამათი და ეს მართლაც ხარია რომ წინა გამოცხადება სანამ რუსთოლოგია იქნება და სანამ რუსთოლი მარადიული საიდუმლო იქნება სანამდე ისტორია ზეციგრიც იქნება დაფასებული და ცოცხალი Draga Stefan Patrycemi Radacę, Wiktor Nozadzes, შესანიშნავი წიგნის ავტორს, Wiktor Nozadzes მეტყველებანი, ლიტერატურულ მცოდნე, პროზაიკოს და ინდუსტრიულობს ბატონ პროფესორ ნურმან თავდიშვილს. ხშირად ხდება ასე, რომ ყოველს მიაწერენ ფილოსოფოსობას და ამით ამაგრებენ მის ავტორიტეტს. ამაზე შალვა მისვიძებ ძალა. ცუდათა იმ პოეტის საქმე, რომელსაც ფილოსოფიით უნდა შემაგრებაო. მე პარალელი უნდა გავარდო. ცუდათა იმ პოეტის საქმე, როდესაც მუზარმასარი რუსთოლოგის ვიქტორ ნოზაძის შემოქმედებაზე ზრუნავს მხოლოდ ნოზაძეები და არა მთელი სახელმწიფო. 1991 წელს გამოვიდა ჩემი სადოქტორო დისერტაცია 600 გვერდიანი ვეფხისტყაოსნის და ფანტულის პრობლემა. სათაური ყველაფერზე ლაპარაკობს. ჩემს სინათლეს რომლებოდი თქვენ დაფანტეთ, მე შევკრიბე. და დაახლოებით 60 ახალი სტროფი შეუვარდა რუსთველთან ამ საფუძველზე 2016 წელს გამოვიდა პირველად სრული ტექსტი ვეფხისტყაოსნისა ჩემი რედაქციით საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გამოსცა. ახლა ჩაშვებული არის წიგნი და სასათუმრე ეგზემპლარი გამოვა ვეფხისტყაოსნისა დიდი ტირაჟი. ახლა ჩემი გამოგებულება ბატონი ვიქტორისა. ჯერ კიდევ 1980-იან წლებში, 80-იან წლების ბოლოს დავინტერესდი ვიქტორ ნოზაძით და დავიწყე მასზე სრულიად სტატიების შედგენა. 1990-იან წლებიდან უკვე სხვადასხვა ჟურნალში, კერძოდ ცისკარში, რელიგიაში და სხვაგან დაიბეჭდა ჩემი ვრცელი წერილები მის ცალკეულ ტომებზე. ფაქტობრივად 80% უკვე დაბეჭდილი იყოს 90-იან წლებში, მაგრამ მაშინ საშუალება ჰქონდა ეკონომიკური, მე გავდივდი ბევრი კითხვები ავიღე და აი ეს იგი გამოვეცი აგერ ახლა 20-22 ვიქტორ ნოზაძის მეტყველება. უნდა მოგახსენოთ, რომ 90-იან წლებში საჯარო ბიბლიოთეკაში მხოლოდ 2 ტომი იყო მის. მეტი არ იყო. ასევე ვიშაშვილის ბიბლიოთეკაში იყო რამდენიმე ტომი. და მე კენტროპილებს ჰქონდა თავი და მე შევეცადე, რომ ეს ყველა ტომები მომწოვებინა, გადამიხსოვებინა და იმ ფორმატით შემექმნა, როგორც ჰქონდა მას. და ის სწორედ აი ესაა ის წიგნები, 6-ვე ტომი მაქვს არავის არ ჰქონდა საქართველოში. აკადემიკოსი ალექსანდრე ბარანიძე, პროფესორი ხისოძარიძე და სხვა რუსთოლოგები, როცა დასჭირდებოდა, შემდგომ შესრულობდა ვიქტორ ნოზაძის ტომებს. მე ყველა მაქვს, აი ასეთი ფორმატია ყველა და ქსეროთი მაშინ არ იყო ასე გავრცელებული როგორც დღეს არის და ერთი ჟიგულის პული, ნახმარი ჟიგულის პული ნამდვილად დავყარდე ამ ტომების შეძენაში. ასევე ეს რომ ნემანჯუკელა რატომებს მეცინება მე თვითონ ვიქტორის საწყობილი ტექსტები მაქვს ახში და ჩემი შენიშვნები.
აი ასე ვიყავი დაინტერესებული ამ პიროვნები და უნდა მოგახსენოთ რომ სადოქტორო დისერტაციაში ვეფხისტყაოსნის დაფარული სტროფები ხშირად არის ბატონი ვიქტორი მოხსენებული, ასევე ამ წიგნში რა თქმა უნდა ხშირად არის მოხსენებული და ყოველგან უძღვის ეპითეტი და შეგიძლიათ შეამოწმოთ რომ არქული რა თქმა უნდა ვიქტორ ნოზაძის ხელა რუსთველოლოგი იბადება ალბათ საუკუნეში ერთხელ და აი სწორედ საუკუნეში ერთხელ დაბადებულია ვიქტორ ნოზაძე რომელსაც რა თქმა უნდა ქართული ერის თაყვანი ეკუთვნის ამ დიდი საქმის შესრულებისა გამო. Υπότιτλοι ისტორიის საზოგადოების განათლების კომიტეტის თავმჯდომარე და სხვა უფრო მაღალი სტატუსების მქონეს პროფესორ გიორგი გოგოლაშვილი. ეს ძალიან ძლიერი შექმნება სურვილი თქვას ის რასაც ვფიქრობ ვიქტორ ნოზაძეს. მე ამ თემაზე არ გავაზრდებ. საუბარს ვფიქრობ ძალიან საინტერესო დაგვრევას გამოდონი მესტანისაც რომ ვეფხისტყაოსანს ვიქტორ ნოზაძე შეუსმუშავი გონიყვავს. ეს საოცარი საინტერესო ფაქტია. ჩვენ ქართველები არ ვყურშავთ ყოველ პირველ საფრთხეს. მამარი ქეთევანი გარეჯანი და ასე შემდეგ. აი ვიქტორ ნოზაძე ვეფხისტყაოსანი არ იყო და პირველ საფრთხე ის პიროვნების თვალსაზრისით. აი ეს განწყობა ჩადო აი იმაში რომ ეს საოცარი ფაქტია, საოცარია. იმ დამოკიდებულებისა და დამოკიდებულებას ჰქონდა ვიქტორ ნოზაძეს ვეფხისტყაოსნისადმი. მე და ორივე სიტყვა თქვა ბატონ სიმონზე. ეხლა ვინც იცის ვისაც უმუშავია საგამომცემლო საქმეზე რა ფული საქმეა და რა ჯოჯოხეთური სამუშაოა გამეკანა ერთი ინსტიტუტის ტონის საქმეა გაკეთებული. ამას რატომ ვამბობ აი ამას? სჭირდება ის კაცი ვინც შეძლებს თავკაცობას ამისას. მე გაოცებული დავჭი თავდაპირველად როცა ბატონი სიმონი გავიცანი. ხაშურში 10 წლისინათ ვიყავი სამეცნიერო კონფერენციაზე და პროგრამაში იყო ასეთი გენერალი სიმონ ნოზაძე წაიკითხავს მოხსენებას ვეფხისტყაოსნის შესახებ. ეხლა ჩვენ შეცვლილი ვართ ხოლმე რომ პროფესიონალები რომ მოილენენ თავიანთ საქმეებს გავნენ მერე კანდარებში მერე იწყებენ რუსთველოლოგობას მერე იწყებენ ენათმეცნიერობას და ასე შემდეგ. და ამ განწყობით უსმენი მე ბატონ სიმონს მაგრამ მე არ მოხდა მე შეკითხების კიდაგის მასში ბატონ სიმონს ასე დაბა აი საოცარი დაკვირვება იყო ის რაც ერთ თავიდან ბატონმა სიმონმა ბრძანა. ეს ის პერიოდია როცა ყალიბდება სახელმწიფო მეთაურის დაცვის სისტემა და ამ სამსახურის უფროსი მზადდებოდა მოადგილე ბატონი სიმონი. ეხლა არსებობს რამდენიმე სისტემა თურმე მსოფლიოში. ეს ამერიკული სისტემა ისრაელში მგონი სხვაებში და ასე შემდეგ. როგორც მახსოვს იმ მოხსენებიდან ბატონო სიმონ და ვეფხისტყაოსანი დაგვეხმარება ბრძანოს ბატონი სიმონი. აი როსტევანი და ალქანდილი რომ ნადირობენ გახსოვთ ალბათ მაშინ ეს ხალხი ირგული ვარი შემდეგ 12 მონა ახლოსდა და ასე შემდეგ. სისტემა არა ჩამოყალიბებული და აი ამ სისტემის საფუძველზე მოიხმარეს და ქართული სისტემა ააგეს ვეფხისტყაოსნის დახმარებით. ეს იყო ჩემთვის აღმოჩენა იმისა რომ დაინტერესებულმა ქართველმა კაცმა რომელმაც კარგად იცის ვეფხისტყაოსანი და იცის ქართული ლიტერატურა როგორ გამოიყენა ეს ცოდნა იმ პროფესიულ სამსახურში რაც სახელმწიფო მეთაურის სისტემის ჩამოყალიბება ქვია. და არა მხოლოდ ეს ბატონი სიმონი აი იმ პერიოდში ბატონო სიმონ მე არ მithქვამს ეს ვამაღლა და დღეს მინდა მადლობა გითხრათ იმ თქვენი ყველა იმ ქართული საქმის შესახებ აქედან დაწყებული მე დედაენესთან დაკავშირებით რომ ხარჯი დავიგებდი. მოგესალმებით იაკობ გოგებაშვილის დედაენა იაკობის ავტორობის ძალიან დიდი ხანია იყო სკოლიდან განდევნილი და პარლამენტის შარევა დაჭირდა ამ საქმეში კანონის მიღება სპეციალური რომ გოგებაშვილის ავტორობით დაბრუნებული იყო დედაენა ქართულ სკოლაში. პარლამენტში ძალიან დიდ წინააღმდეგობას სავახე. და სწორედ აი ამ ამ ბატონი სიმონის იყო ბატონი გევიჯიჯინაძე ალექსანდრე განთაერა ზანდა პავლოშვილი აი თქვენი დახმარება რომ არა დღეს გოგებაშვილის დედაენა ისევ
არ იქნებოდა გოგებაშვილის ავტორობის სკოლაში. დიდი მადლობა ამისთვის. აი ეს კაცი გახდა ბატონო შემალე რომელსაც უთავ კაცი აი ამდა საქმეს ქართული საქმისთვის დავდაგებული კაცი და მადლობა ვიქტორ ნოზაძის დაბრუნება ასე არ მოხდებოდა რომ თქვენაც არ გომოდით ამას საფერში. დიდი მადლობა. დღეს ჩვენ წიგს კი არ მოვიხილავთ. ეს არის რუსთველეს ბატონმა გოგი კი ბრძანა არ ყვეცავსო, მაგრამ მაინც იმიტომ რომ მე რუსთველი ხელობით ასე წერს თვითონ და რუსთველით ვიხსენებ მეც. რუსთველს როგორი მკვლევარი ჭირდებოდა, როგორი მკვლევარიც უნდა ყოლოდა ამ უკვდავ წიგს, აი ესეთი მკვლევარი გამოუჩნდა. მე წეღან ინტერვიუ მივეცი საპატრიარქოს ტელევიზიას და ხაზი გავუსვი ღმერთო თვითეულ დიდ ქართველ პოეტს დაწყებული დავით გურამიშვილი დამთავრებული გიორგი ლეონიძე ყველას გამოუჩნდეს თავისი ვიქტორ ნოზაძე ყველას გამოუჩნდეს ისეთი მკვლევარი როგორც გახლავთ ბატონი ვიქტორი პატარა იუმორსაც შემოვიტანეს თურმე ერთხელ ეს ორი ბუმბერაზი ქართველი ემიგრანტი ედავება ერთმანეთს მიხალკო წერეთელი და ვიქტორ ნოზაძე მიხალკოს აუჩვენებია ცდების და ცდების სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისა არ არის ეგ რუსთველის ზევი ვიქტორი გაგიჟებულა შემოსულა გრიგოლ რობაქიძე და ეკითხებია არის თუ არა ეს სწოროფი რუსთველის ზევი რობაქიძე უპასუხა მე არ ვიცი არის თუ არა ეს რუსთველის ზევი მაგრამ თუ არ არის გამოდის რომ მეორე რუსთველი ყოლია მათი აი მეორე რუსთველი დაგვანახა ჩვენ ვიქტორ ნოზაძე ის რუსთველი რომელიც შიდა შრეებში იყო ჩამალული და ამის გარდა რა დაგვანახა საოცარი წიგნით ღვთის მეტყველებით მიმოიხილავს ყველა რელიგიას ღმერთო მარტო ინფორმაციის მოპოვება არ გინდა ყველაფერ ამას რომ გაცდე დრო არ გეყოფა სათითაოდ მიმოიხილო ყველა რელიგია დაწყებული უძველესი შუამდინარული ეგვიპტური ბერძნული და ასე შემდეგ და რას მოგვითხრობს ეს წიგნი ჩვენ ყველა ეს რელიგიები რომელსაც ეს დიდი მკვლევარი მიმოიხილავს არის ყველა ჩამქრალი კრატერი და ბოლოს ეს გავლილი გზა კაცობრიობის მიერ იყო გამისნული იმისთვის რომ კაცობრიობა შემზადებულიყო ქრისტესთან შესაძლებლად და მერე როგორ მიმოიხილავს ამ ქრისტიანობას მიმოიხილავს რომ ეს არის არა მხოლოდ ეთიკურ პრინციპზე დამყარებული რელიგია არამედ ეს არის მარადინებადი აღსავლებობა აი სწორედ როგორც მარადინებადი აღსავლებობა გახლავთ ქრისტიანობა ისე გახლავთ ვეფხისტყაოსანი ვეფხისტყაოსნის შინაგანი მამოძრავებელი ძალა არის
ქრისტიანობა და ამას ხაზს უსვამ, იმიტომ რომ ბევრი მკვლევარისთვის თავისთავად ესეც საეჭვო იყო. საეჭვო იყო, იმიტომ რომ კვეთრად არ ახსენებს არც სამეფოსო და არც ანგელოზებსო. სინამდვილეში ვეფხისტყაოსნის პირველივე სტროფი იწყება სამეფოსთან მიმართებით, რომელმან შექმნა სამყარო ძალით ამიწენიერთა, ზექართმო არსნისულით აყვნა ზეცით მონაბერთა, რომელმან მამაგმერთი ძალითა ქრისტე და წმინდა სული, ეს უკვე ღვთისმშობელი წმინდა სული გახდა. აი ამას ემყარება სწორედ ვიქტორ მოზარდის ყველები. მე მინდა დღეს ბატონ მურმან თავდიშვილს მადლობა მოვახსენო იმის გამო, რომ შეკრიბა ვეფხისტყაოსნიდან ამოგებული სტროფები და გვახიბსა ნამდვილი ვეფხისტყაოსანი. საბედნიეროდ მე იმ ბედნიერი ადამიანების რიგში ვიყავი, ვისაც მანეს წიგნი აჩუქა, მაგრამ მიაყოლა მე ხუმრობა. შენ დღემდე ნამდვილი ვეფხისტყაოსანი არ წაგიხავსო. აი დღეს წაიკითხავ ამ ნამდვილ ვეფხისტყაოსანს. მე აგრეთვე ბატონ მურმანთან ერთად, ბატონ სიმონ, თქვენ ბრძანდებით მაღალი დონის პროფესიონალი, მაგრამ რაც არ უნდა გადაეკეთებია თქვენს სფეროში. აი ამის ფასი თუ იქნებოდა, ვერ იქნებოდა ნამდვილად. თქვენ მოესიყვარულე, მოეფერე თქვენი სისხლის, თქვენი ხორცის დიდ სულს, იმ დიდ კაცს და სხვათა შორის დღეს აი აქ გამომცემელთაგან ყველა გამოვიდა ძალიან კარგად, გულიდან ლაპარაკობს ყველა და თითოეული მათგანი ერთდროულად რუსთაველსაც ეფერება და ვიქტორ ნოზაძეს. ვეფხისტყაოსანთან დაკავშირებით ერთს ვიტყოდი, ეს არის უნიჭიერესი კაცის სიტყვები. დავით აღმაშენებლით იწყება რუსთველი დამთავრდა დავით აღმაშენებელი. ასე გახლა და რამაც გამაოგნებენ შტაბეჭდილება დატოვა ჩემზე. რუსთველის ცნობილი სტროფი ვითარცა ნინევიელნი თავზე იყრდნენ ნაცარსა. არ არსებობდა ისტორიული წყარო, რითაც შეიძლებოდა ესარგებლა რუსთველს. მხოლოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც ცნობილმა ფრანგმა არქეოლოგმა ემილ ბოტამ გათხარა ასურეთის ძველი დედაქალაქი ნინევია, აღმოჩნდა ლურსმული ფირფიტები და თურმე ალყაში რო იყო ნინევია, ქალაქის დაქცევას ასურელები თავზე ნაცრის წაფრით და გლოვით ხვდებოდნენ. საიდან უნდა აეღო ამ კაცეს ისტორიული წყარო არ არსებობს. საიდან? აქ მარტო დიდ ნიჭიერებასთან, დიდ პოეზიასთან აქვს საქმე. არის ერთგვარი ნათელმხილველური ხილვა. კაცი ისე ბანაობს საუკუნიდან საუკუნეში, როგორც არაფერი. მე მინდა მოგილოცოთ ყველას ამ დიდი წიგნის გამოსვლა და კიდევ ერთხელ ვახსენოთ ჩვენი დიდი თანამემამულე ემიგრაციაში სულ დალეული კაცი დიდი ვიქტორ ნოზაძე. Mamy sytuację, że rzucamy rok, który zaczyna tak prosto, Salvatore Caterina Gobiasz. Უდიდესი პარტია ასეთი საზოგადოების წინაშე გამოსულა და
დიდი ზეიმია ის თუ ვის თავდაპირველად ხოს ჩვენ აქ შეგვიძლია რას აღნიშნავ და რა ემუქრება საზოგადოებას და რა ეახება მას ისევე განუყრევად როგორც ჩვენი საამაყო ჩვენი სიცოცხლის და არამხოლოდ ფიზიკური სიცოცხლის არამედ მარადიული სიცოცხლის დიდწილად განმარტოებები და მასაზრდოებები და მალამაზებელი ვეფხისტყაოსანი აი სწორედ მისი სამკვლევი მისი შეიძლება ითქვას აი როგორც ზე დედამიწას აცოცხლებს და ასულიერებს ვიქტორ მოზაძე ეს და მისი ნაშრომები რა თქმა უნდა ისია შეწყილი რომ ვიქტორ მოზაძე თავად სახელმწიფოარი ამ გამოცემამდე იყო როგორც ერთგვარი მარკა როგორც ერთგვარი გზამკვლევი ვეფხისტყაოსნის სიღრმის და კიდევ ერთხელ სიღრმის მოწყობილობაში დღევანდელი დღიდან იმ დღიდან როდესაც გამომცემლებმა და მადლობა თითოეულ რედაქტორს ყველას ვინც ჭიანჭველის წერტილის ხოლა წვენი შეიტანა იმ დღიდან როდესაც ბატონმა მართალიშვილმა აღნიშნა როგორ ხდება მხოლოდ მას ჰქონდა და რაცვალები შეაკოწიცა შექმნა მან და აღადგინა მისცა ვიქტორ მოზაძისეული მისი კვლევების სახე აი ამ ტომეულებს რომელიც მან არის ბუნებით და დიდი ტანჯვით და დიდი იმედებით და შრომით შექმნა დღეს ეს ყოველივე რა თქმა უნდა რედაქტორების სანდამუშავებით რა თქმა უნდა სპეციალისტთა კომფორტის დახმარებით და თითოეული ადამიანის დიდი შრომი რომელსაც ამაში წვლილი იყო თითოეული ჩვეულის კუთვნილებაა და რა თქმა უნდა დღემდე იმ დროიდან როდესაც ამტკბებმა თვისინათლე იხილეს და ჩვენი გულისა და ოჯახის და გონების კარი შეაღეს რა თქმა უნდა რომ ვეფხისტყაოსნის სამყარო ჩვენ და ვეფხისტყაოსანი ერთად განსხვავებულად თანხლები რამ არის მაგრამ ახალ ისევე მარად და მარად განახლებადია როგორც გაზაფხულში ვართ ჩვენ გაზაფხულის პერიოდს გავდივართ აღდგომასვილი და აი ესეთი მარადიულად განახლებადია მარადიულად შემატებელი და მასაზრდოებელია ჩვენთვის და საზოგადო ყოველთვის მიახება ვეფხისტყაოსთან ყოველი შეხება აი ეს ყოველი შეხება ამ წიგნების გამოსვლით თავად ვეფხისტყაოსანი თავად ის წარმოდგენა ყოველი მიახლება თუ გაფრთხება ვეფხისტყაოსნის შესახებ აი ამ ყოველთან ერთად სრულყოფილად შეკრებილ ვიქტორ მოზაძისეულ სიღრმის მეტყველებასთან ერთად ვეფხისტყაოსნის განკითხვისა გახდება სრულიად სხვანაირი, სრულიად შემაკრებელი, სრულიად ახალი და ახალი საფრთხეშუქით მიმაშუქებელი ჩვენი ვეფხისტყაოსნის მიმართ და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის რადგან ვფიქრობ რომ არამხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ ძალიან მეტმა რა თქმა უნდა სამყაროს დასასრულია საქართველოს და იქნება მარად საქართველოს ასრულება მაგრამ არამხოლოდ დამოკიდებული საქართველოს პირობებში არამედ ისედაც საქართველოს შეიძლება არ გითხოვს ვეფხისტყაოსთან მიმართებით მრავალი და მრავალი მიზეზის გამო ეს სიტყვა რაც უნდა გითქვა რაც უნდა გამოგვიყვია რაც ჯერ კიდევ არის გამოსაკვირველი უბრალოდ როდესაც ზედაპირულად მიხედებით იმას ვფიქრობ რომ ამდენმა ხალხმა იშრომა და უბრალოდ აი ეს გამოგვიყვია რაც არის ვიქტორ მოზაძე აი შეუძლებელია უდიდეს მეცნიერებსაც რომ ემოღვაწა აი ამხელა წვლილი ამხელა შუქი ამხელა სიღრმე ამხელა განმარტება აი უხცელესი და უკიდებელ ღმაშეებისა მოიცა როგორც ვიქტორ მოზაძე ჩვენ მოხდა მაგრამ რაც შეეხება ჩვენ როგორც დღევანდელ თანამედროვეებს ვის მემკვიდრეობით ვიმეკვიდრებთ ვეფხისტყაოსანი და ვისაც გვაქვს მისი მოვლის და მისი შემდგომი თაობების განაცემის შესაძლებლობა მე ვფიქრობ რომ ჩვენ რომ დავტოვოთ ჩვენი სიტყვა ჩვენ რომ შევმატოთ წერტილის ხელა ჩვენი კვლევა აი ვიქტორ მოზაძის გარეშე ეს აიხმებოდა და მადლობა ყველას მადლობა გრაც მადლობა ბატონ სიმონს სიმონს და თითოეული ადამიანს მე მოვიდით მოგცა ჩვენი შესაძლებლობა რომ აი ჩვენი წილი ვეფხისტყაოსანი ჩვენი წილი გადასარჩენი ჩვენი წილის შემდგომი თაობისთვის გადასარჩენი ვეფხისტყაოსანი მეძის წყალობით წოეთ ვიქტორ მოზაძის მისი ნაშრომების უკვე თითქმის შეიძლება ითქვას რომ სრულყოფილი და კიდევ აღარ შეგვიძლია ბატონი სიმონი და ქალბატონმა აღნიშნა რომ უკვე ზადაც არის სრულყოფილად დავიტოვოთ სრულყოფილად
ყოფილა მისი მემკვიდრეობის შუქზე მოხდება და ამის შედეგად უკვე ჩვენს შეძლების დაგვარად განახლებული შეძლებს ჩვენი წერტილის ხელოვანის მოხდას იმ მემკვიდრეობის წინაშე, რომელსაც უკდავი შოთანუშველი და მისი ვერცხლისწყალოსანი ჰქვია. მადლობა კიდევ ერთხელ ვიქტორ ნოზაძის უკდავ სულს, თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ეს მოაწყდა, ეს მხოლოდ დასაწყისია, ეს განძი უკვე თითოეული ჩვენგანის და ჩვენი თავმოყრობის პიკნიკება და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ამით ხარობს და ვისაც აი ამის მნიშვნელობა ესმის. მადლობა. Armia Granadura, filosofo. Tamishnarovani, Ria, Emitoro, Tidi, Kurumuri Sodris, Ya Kurumuri Sodris, Tidi Tiditina, Shota Ustave, Ustave, Upadno, Brevarma. Დადუნა ვიქტორ ნოზაძე მიუხედავად იმისა, რომ 50 წელი თუ მეტი სამშობლოში აღწანდებოდა, აი ესეთი ძვირფასი საჩუქარი დაუტოვა ქართველებს. როდესაც ეცნობი მის ნაშრომს, მის ნაღვაზს, თითქმის მაშინ არ არსებობდა ესეთი კომპიუტერი და რაღაცა ბიბლიოთეკაში ასეთი სიარული გარკვეული ემიგრაციული უდიდესი პრობლემები გადაიტანა ბატონმა ვიქტორმა. უთულესი იყო მისი ცხოვრება, არ იყო ვარდით და მით მოფენილი. საკვირველია ისიც, რომ მრავალწახნაგოვანი მისი კვლევა ასევე მივიტყოდი ქურუმული ცოდნის მატარებელი. ერთი ადამიანი სახის მეტყველება მარტო ეს დარგი ქალბატონი მესტანსულადეს წინვალე შემოქმედი მეცნიერი, რომლის არაერთი ძვირფასი შრომა მიიღო ქართულმა საზოგადოებამ დამემოწმება, რომ მარტო ერთი მიმართულებაც კი სახის მეტყველება, ვასლავ მეტყველება, ბიჭის მეტყველება, ეს არის მთელი დარგი მეცნიერებისა. მე პირველად შეხება მქონდა მინდა გავიხსენო 1999 წელია, მაშინ გახდით ახალგაზრდა მწერალთა ასოციაცია გურანის ვიცე-პრეზიდენტი და გამომცემლობა გურანის დირექტორი. და ბატონი გურამ შარაძე მოგზაურდა და მოვიდა ბატონი ჩვენი მეგობარი ანუზა არაბული. და მოიტანეს ესეთი ციკლი, დაბრუნება გახსოვთ, აბა ჩავთიანი წიგნები გამოდიოდა და მაშინ გამოვეცით პირველად ჩვენ აი ბატონ სიმონს გადაცემაში ვაჩვენე ვიქტორ ნოზაძე სწორედ ამ სერიით დაბრუნება იქ ვალოდია გოგუაძე ეგეთიმე დაკარგეს. ის პირველი პერიოდია 90-იანი წლები, როცა გაჩნდა ის შესაძლებლობა, რომ ჩვენი ემიგრაციული ლიტერატურა, ჩვენი დიდი შვილების ნაღვაწი გამოვეცა. და მაშინ პირველად ახლოს გავეცანი ბატონი გურამ შარაძე. და თითქოს აი ეხლა დღევანდელ დღეს ბატონმა სიმონმა, რომელთანაც მე პარლამენტიდან მეგობრო, პარლამენტის საერთო ჩვენი კაბინეტები თურქმენეთის პრეზიდენტი იყო, ახლიდან დაუბრუნა საქართველოს კიდევ ერთხელ ეს გენიოსი ვიქტორ ნოზაძე, უდიდესი ქართველი მამონიშვილი.
და აქ არ მინდა არ შეიძლება ხაზგასმით არ აღნიშნო მე სამშობლოს ვიგავთ ეს გადაცემაში მისი დამოკიდებულება, მისი შეხედულება იმ თავისი პროფესიონალური კუთხით, რომელსაც უშიშროება ქვეყნის უსაფრთხოება ქვია და საოცარი აღმოჩენები თვითონ ვიქტორ ნოსაძის და ლევ ტოლსტოის კუთხით, უშიშროების კუთხით. ის ხარ ფილოსოფიური კუთხით, ესთეტიკური კუთხით, პოეტიკის კუთხით მრავალი მეცნიერების ნაშრომი არსებობს, მაგრამ ლევ ტოლსტოის განხილვა უშიშროების და სახელმწიფო უსაფრთხოების კუთხით მე არ მინახები. მე სერიოზულად შევხვდეთ თანაც მაღალ პროფესიონალურ დონეზე თავისი დასაბუთებით და თავისი პროფესიული გადასვლებით. დიდი მადლობა მე და დიდ საქმეს აკეთებ, რომ აქ ნოსაძეების გავია და კიდევ ერთხელ გააჩვენოთ მარტო ეს დიდი მადლი გეყოფა თქვენ აქ ვიღაცამ ძანა რომ აი თქვენ ეს ამ დიდ საქმეს ჩაუდებით სათავეში და მიმოვეთ პერსონალურად და მე მინდა მაინც კიდევ ერთხელ რადგანაც ეს 25 მარტია ძველისწილი თაყანისფერი 7 აპრილი მარტყოფის დღეზე ქართველთა გამარჯვებისა და ამ ეს დღეს დავიკითხავ სადაც რადგანაც ხაშურელის შანდები ხეთის ჭალაც არის ნახსენები დიდ მოურავს გიორგი სააკაძის ვიღაც თურმე მეფის ნავში იბადება ვიღაც კიდევ ნოსფესა თუ ფელში საქართველოს წელი გული რადრება შემოსეულ უმჩულოდაც ქეშით ვიღაც მხოლოდ საკუთარ წყალს უფრთხილდება გმირი მამა შვილს სამშობლოს წირავს ქართლის ველებს მიუყვება ბუთნის დედა ხრებს უსველებს სხერტის ჭალის წვიმა ზოგის უკან მოგებული მარტყოფია წინკი ირან ოსმალეთში გადახვეწა მეფის ნავში ვისთვის ტკბილი ნაყოფია ვინ დუშმანი ტაშის ქართან გადალეწა ვის საფლავებს მარმარილო ალამაზებს ვინ მამულში უსამაროდ ოხრავს ვინ ცებძოდა თათახანს და შაჰაბასებს მიკარგულა სადღაც უცხო თოფაც დიდი მადლობა მე მინდა დიდი მადლობა გითხრა თითოეულს მოგზაურობისათვის და ჩვენი ფაიები შოთარ და მისი სულიერი მემატიანის ვიქტორ ნოსაძის სულს არ დაგაშოროთ უფალმა. ურმესი მადლობა რომ ჩემს ამახს ასე გამოგეხმაურა ბატონი გიორგი, ბატონი ერეკლე, ბატონი ვაჟა, მაგრამ აქ მთლიანად გვარი მონაწილეობდით ამ ყველაფერში და მე უბრალოდ ორგანიზატორი ვარ ამ საქმის, მაგრამ მთელი ჩემი გვარი ხარში გიზდა სამსახურს.